ნახეთ, დაუპირისპირებთ მართალი ხალხის ძალას, საქართველოს მოქალაქეების. და ეს არის ის, რომელსაც ვერ გაუძლებს ბიძინა ივანიშვილი და ვერ უძლებს საერთოდ ვერც ერთი დიქტატორი და ვერც ერთი ოლიგარქი. 4 ოქტომბერი იქნება გამარჯვების დღე. აი რას ვერ გაუძლებს? ხალხის სიმრავლეს, თუ აი რაღაცა განსხვავებულს ვერ გაუძლებს. ნახეთ, ხალხის სიმრავლეს და წინააღმდეგობას, იმიტომ რომ მე ძალიან ძალიან ბევრჯერ მithქონდა და გავიმეორებ. პირველ რიგში ხა რა კობახიძის მუქარა. ხალხოს შიგნით არ არსებობენ, მართლა არ არსებობენ ეხა 13 წლის განმავლობაში. აი როდის გახსოვთ თქვენ ერთმანეთს ისე დარეოდნენ, რომ რიჟვაძეს თავის მოკლამდე მიიყვანეს თუ ესროლეს, ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ყავთ და სახლიდან ვერ გადიანთ და აგერ ქარცელაძეს მიადგნენ, აზარაშვილს მიადგნენ. ანუ უბედურება ხდება შიგნით. ისეთი უბედურება ხდება, რომ ორი ადამიანი ეკა ესე ვერ ლაპარაკობს ქართულ ოცნებაში. ჩვენ რას გვაძლევს ეს მათი შიდა კლანური დაპირისპირება ჩვენთვის რა იცვლება? შიდა კლანური დაპირისპირება ანახებს ერთადერთ რაღაცას. ეს ნიშნავს იმას, რომ რღვევა არის ყველგან. შიდა კლანური და ის რომ ეს შიდა პარტიული დაპირისპირება გადასულია გდდ-ში, გადასულია, რა ვიცი, თავდაცვის სამინისტროში, გადასულია ყველა სახელმწიფო უწყებაში. ეს არის აქ თავარი ამბავი, იმიტომ რომ ამ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს უკაცრავად რამდენი წელი იყვნენ აბა ქართულ ოცნებაში, ისინი იყვნენ მთავარი 13 წელი. ხო, 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ქსელი აქვთ ყველგან საერთოდ და ეს ადამიანები ეხლა არიან დაძაბულები. ეს ადამიანები ეხლა თვლიან, რომ და რეალურად ხედავენ, რომ რეჟიმმა როდესაც საკუთარი შვილების ჭამა დაიწყო და რომელი იყო ეხლა ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთესი მონა, ვერც ერთი გდდ-ის ტიპი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის. ხო, ეხლა ეს ადამიანები ხვდებიან, რომ იქ სადაც ღარიბაშვილს მიადგა და ლილუაშვილს მიადგა და რიჟვაძეს მიადგა, რომელსაც იქამდე მიიყვანა, რომ თავის მოკლას სადა თუ ესროლეს კაციშვილმა რო არ იცის, იციან რომ თვითონაც მიადგებიან თითოეულ ამ ადამიანს, ხო? შესაბამისად, ეხლა რაში ეტყობათ, ხო? აი ეს ინფორმაციები, რა ინფორმაციებიც ჩვენ გქონდა და გვაქვს და ლევანს განსაკუთრებით გქონდა და აი ეს რღვევა, რომელიც ახსენეთ აი გდდ-ში ძალოვან სტრუქტურებში. აი ეს დაზუსტებით შეგიძლიათ თქვათ? ეკა, ფაქტებს უნდა შეხედოთ. ფაქტებს შეხედეთ. მე არ გეუბნებით რომ მე მენდეთ, ამ ვინმე სენდეთ. ფაქტებს შეხედეთ. ანუ როდის გინახავთ თქვენ ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს ქართულ ოცნებაში. აი ღარიბაშვილი რო ლილუაშვილი და ღარიბაშვილს ის დამართნოდა, რაც ახლა ჭირთ. რიჟვაძეს ის დამართნოდა, რაც ახლა ჭირთ. აი ის დამართნოდათ, რომ აი რა ხდა, რაც ლევან ხაბეიშვილმა თქვა. ბურჭულაძეს არ მიადგნენ, ჯოვანშა ბურჭულაძეს არ დაიჭირეს. ქარცელაძეს არ მიადგნენ, არ დაიჭირეს. რა ვიცი, იმდენი რაღაცა ხდება ახლა ამ ყველაფერში შიგნით რეალურად, რომ წარმოუდგენელია უბრალოდ. მაგრამ მისი მთავარი საყრდენი, ივანიშვილის მთავარი საყრდენი არის ეს ძალოვანი სტრუქტურები. აი მანდ შეძელით რაიმე ყევის შეტანა, შერყევა, მორყევა. ძალოვნების კი, იმიტომ რომ ჩვენ სულ ამბობთ, რომ ეს ინფორმაციები რა ინფორმაციებსაც ჩვენ ვიღებთ უკაცრავად, ეხლა ვიღაცებს რო გონიათ, რომ ყოფილი იმისგან, მაღალჩინოსნებისგან არის, სულაც არა, მათ შორის ისეთი ადამიანებისგან, ვინც დღეს სისტემაში არიან. იმიტომ რომ ამ ადამიანებსაც რაღაცები გაცნობიერებული აქვს და გაცნობიერებულზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მანდ ეკა ეს ადამიანები ხვდებიან, რომ დაერხევათ, ეხლა აგერ ხარება ყავდათ ღმერთად ცოტა ხნის წინ და ეს ხარება ისე მოისროლეს, რომ ანუ რა ვიცი, შეიძლება მაგასაც მიადგენ და ისიც დაიჭირონ ამ ყველაფერში, ხო? ეს ერთი, ნახეთ, მეორე კიდე ძალიან გთხოვთ რა, აი რა არ უნდა შევქმნათ, იცით, ჩვენ ყველას რაღაც ამ 13 წლის განმავლობაში ეკა რა მოგვივიდა, იცი რომ მითი შევქმნით, რომ ეს კაცი არის უძლეველი და არ არის ეს კაცი უძლეველი. თქვენ ეს გდდ რა გონიათ? მთელი თავისი სისტემით არის 4000 ადამიანის სწურო ყველა ერთად გამოიყვანოს და მე მაგას დაამატოს კიდე საპოლიციო სისტემა. 4000, რა ვიცი, რომელსაც 50 კილოაცია კიდე შენამდე და ჩემამდე რომ მოირბინოს. 4000, რა ვიცი, გდდ-ს სპეცრაზმი ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეებს. წინააღმდეგობას რო უწევს ისე თქო და ეს ამას მინდა რომ ხაზი. ანა, მე მინდა რომ დადვითი დავინახო ამაში ყველაფერში და მინდა რომ განსხვავებ ვიდექით ძალიან ბევრნი 100,000-ობით ადამიანი, მაგრამ მივიღეთ მათგან ის რაც მივიღეთ დაზიანებულები, დაპატიმრებულები, ნაცემები. თუმცა ჩვენ ბოლო აქცია მე გიპასუხებთ ამაზე პირველი. ის რომ არასოდეს ოცნება ესეთი სუსტი არ ყოფილა როგორც ეხლა, ეს არის ის კოზირი, რაც ჩვენ ხელში გვიჭირავს. ესენი 4-მდე კიდევ უფრო მეტად დამძიმდებიან ამ მიმართულებით და 4-ში ბევრი სიურპრიზი ელოდებათ მათ. მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდაც ქართულ ოცნებაში არიან დღეს, იქნებიან იქ 4 ოქტომბერს აქციას. ეს ერთი, მეორე, ეკა. კი, ჩვენ ვიდექით და ვიბრძოლეთ კიდევაც, მაგრამ 13 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ფაზა გავიარეთ აქციების. ნახეთ, ბევრი რაღაცა ვისწავლეთ, ეხა ჩვენ
არ ვიცოდით, რომ ესეთ რეჟიმთან ქონდა საქმე, რომელიც ესე ბრუტალურად იქნებოდა და ვისწავლეთ ახლა რა. ვისწავლეთ ის, რომ როდესაც გვაკავებენ, ან ჩვენს, რა ვიცი, ერთი საქართველოს მოქალაქის დაჩაგვრას ცდილობენ, იქ რაღაცა შორიდან კი არ უნდა უყუროთ, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ და მეორე მთავარი კომპონენტი, რაც გვაქვს და რაც საქართველოს მოქალაქეებს სრულად აქვს გაცნობიერებული, იმიტომ რომ ყველა ვინც 4-ში მოდის, ყველა მიცის და გავიმეორებ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს ან გედედეს რომელიმე ადამიანს წაუწდება ხელი, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს. უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება კონსტიტუციური თავდაცვის და ერთი საქართველოს მოქალაქე დასაცავად, როდესაც ერთ ორგანიზმად შეიკრება ათასობით საქართველოს მოქალაქე, ეს 4000 გედედი არის უძლური და ეს არის მთავარი გამარჯვების თქვენ თქვით გამოდის ხმებიო, მე ვნახე გუშინ თუ გუშინ წინ იყო თქვენი სტატუსი, თეიმურაზ კუპატაძეს ხომშვიდობა აქვს, მოიკითხეთ რეჟიმი გედედეში თავდაცვაში, რეჟიმს გედედეში თავდაცვაში, სუში პოლიციაში ყველგან პრობლემა და რღვევა აქვს, შიდა ოპერატიული ინფორმაციით აქვს ცნობები იმაზე, მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინათ, ნერვიულობენ, რომ სპეცრაზის რაოდენობა არ ეყოფათ, რაც ყავთ იმათაც არ ენდობიან, ამიტომ იძულებული გახდნენ და მიადგნენ დაცვის პოლიციას, მის ხელმძღვანელს კუპატაძეს, რომელსაც თხოვენ დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას, თუ კონკრეტულ რაოდენობას ვერ გამოიყვანს კუპატაძე, მას ემუქრებიან, რომ მის წინააღმდეგ გააქტიურდება ოპერაცია კოდური სახელწოდებით ახენი? ახენი. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს, გავარკვიოთ ერთად, სექტემბრის 6 სექტემბერს დინამოზე ლილუაშვილს მაგიტომ ხომ არ შეხვდა. მითხარით მეტი ამაზე ყველაფერზე, ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა. კი, მეტი შემიძლია ის გითხრათ, რომ რადგან პრობლემა აქვს და იციან, ჯერთი თავენთში და ოპერატიული ინფორმაციები აქვს და კვლევები აქვს და ასე შემდეგ, რომ 4 ოქტომბერი უკვე არის პრობლემა. თან ჯერ კიდე ცდილობენ, რომ ბოლომდე ყველას ეშინია ეს უთხრას ბიძინა ივანიშვილს, რომ ეხა ხაბეიშვილი კი დავიჭირეთ ამ ყველაფერში, მაგრამ მაინც არ გაჩერდა ეს პროცესი და 4 ოქტომბერი კიდევ უფრო მეტად აგორდა. ეშინიათ იმისი, რომ შიგნით იმდენად რღვევა აქვთ, რომ არენდობიან ბოლომდე მათ შორის იმათ, ვინც ყავთ, მათ შორის გედედეს. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ დაცვის პოლიციას მიადგნენ და კონკრეტული რაოდენობა უთხრეს კუპატაძეს, რომ დაცვის პოლიცია დაიხმარიონ თუ გადაწყვეტეს საქართველოს მოქალაქეების დარბევას. ეხლა ისეთ კონკრეტულ რაოდენობაზეა საუბარი, რომ ეს კუპატაძეც კი, რომელიც ხო გამორჩეული მონა ამ თელს ამ იმაში, რა ქვია, პროცესში, ესეც კი შეწუხდა და მისთვისაც კი შეუძლებელია ამ კონკრეტული რაოდენობა დაცვის პოლიციის გამოყვანის, იმიტომ რომ იმ დაცვის პოლიციაშიც არიან ახლა ადამიანები, რომლის ოჯახის წევრებიც იქნებიან იქ აქციაზე და არ უნდათ ამ ადამიანებს ამ ყველაფერში მონაწილეობა. და ესეთ შემთხვევაში თუ კუპატაძეს დაემუქრნენ, რომ თუ ის ვერ შეძლებდა კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას, მათ აქვს რაღაც გარკვეული კომპრომატი კუპატაძეზე, რომელიც უკავშირდება გერმანიაში მისი ყოფნის პერიოდს და ეუბნებიან, რომ ის სწორედ ამ კომპრომატით, ესე ვთქვათ, დაისჯება. ანუ რა მდგომარეობაში არიან რა არის კომპრომატის შინაარსი? აი გიორგი მუხიგულაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში, რომელიც ყვებოდა და შაბათის ეთერშიც მოყვა, რომ ყველას ერთმანეთზე კომპრომატი აქვს და ხო არ იცით ამ კომპრომატის შინაარსი? ეს ამათი სტილია, მე ვიცი ამასთან დაკავშირებით, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ თვითონ ბატონ კუპატაძეს მაინტერესებს უბრალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით, აი საერთოდ თუ გამოჩნდება თუ ილაპარაკებს, ნუ დადასტურება ცოტა ეჭვმეპარება დაადასტუროს, მაგრამ აბა თუ გამოვა რომ უარყოს მაინც და დაგვენახოს მაინც და ის მაინც თქვას, რომ არ არის ეს ამბავი სწორი, მძიმე ამბავს უკავშირდება, რომელშიც გარეული იყო ბატონი კუპატაძე, ჩვენი უტყვარი ინფორმაცია და სწორედ ეს არის ახლა მისი პრობლემა, რომ ძევლად ყავს თან აყვანილი ამ ყველაფერში სისტემას, მაგრამ ეკა ეს რას მიანიშნებს? ახლა ეს იმას მიანიშნებს, რომ შიგნით ისეთ დღეში არიან. თან ახლა მართლა ვინ ჯეკას იმედად არიან, ახლა ჯეკას, რომელსაც ავტორიტეტი ჯერ იქ ვერ მოუპოვებია ახლა გედედეში, თან ხარება აღარ არის, არ არის სპეცრაზი, რაც სპეცრაზი ჩვენ დეკემბერში გვარბევდა, ხო? უკაცრავად იმაზე კიდე ცალკე გარჩევები და ცალკე ისა ამბავი აქვს, ხო? ეს რას მიანიშნებს? მიანიშნებს რღვევას და იმას, რომ ქართულ ოცნებას აქვს ისეთი პრობლემები, რომელიც 13 წლის განმავლობაში არ ქონიათ. და როცა ჩვენ გვეკითხებიან და ხშირად იძახიან, ახლა ამ პროცესს თავისი ორგანიზატორი ყავს, პაატა ბურჭულაძის და რუსთაველის გამზირის და ნაციონალური მოძრაობა პირველივე დღედან მხარს უჭერდა და სულ ამას აღნიშნა. აქტიურად ხარდამჭერები ამ პროცესს. რა თქმა უნდა და სულ ამას ვიმეორებ, რომ ნებისმიერს, ვინც ამ ინიციატივას იტყო და ჩვენ მხარს დავუჭერდით, იმიტომ რომ ჩვენ სულ ამბობდით 13 წლის განმავლობაში, რომ რეჟიმი არ წავა რევოლუციური ცვლილების გარეშე, არანაირი არჩევნებით, არანაირი ტოტალიტარული რეჟიმები არ იცვლება არჩევნებით, ტოტალიტარიზმში საერთოდ არ არსებობს არჩევნები და მით უმეტეს აი ესეთ საწყის ფაზაში მყოფ ტოტალიტარიზმში, რომელშიც ახლა არის ჩვენი ქვეყანა ამ რეჟიმის გადამკიდე. კი და როდესაც თან ახლა რო დააკვირდეთ, ბიძინა ივანიშვილი როდის ჩდება ხოლმე 13 წლის განმავლობაში? ხო, თქვენ რას უკავშირებთ მის გამოჩენას? როდესაც უჭირს.
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მაშინ ჩდება, როდესაც უჭირს და ეს მისი გამოჩენა, ეხა საამიროების შეიხთან კიდე ერთი დადასტურება იყო ამისი, რომ ინახებინა ვიღაცაებისთვის, რომ იცით რა, იმიტომ რომ აქ ხო დინარაძე და ამათ შორის ხო კიდე მეორე სკანდალი ეხა ხამ სიკოპატს ეძახიან. ეს ეჩვენებინა. კი, იმიტომ რომ ხო ხამ დინარაძის ენა ვერ ჩერდება, ეხა გამორჩეული ჭორიკანაა და რომ ხან სიკოპატს ეძახის, რომ გააფრინას ეძახიან. ეს და ყობახიძის თავი რო გამზადებული აქვს, ესეც ძალიან კარგად იცის ყობახიძე მასე და ქალი პრემიერის. მე მგონი ეს არ არის ბევრი არჩევანი მათ ბიძინას არა აქვს, მაგრამ ყობახიძე აქაც დაძაბულია. არჩევნებამდე მოხდება ეს თქვენი აზრით? მისი თავი, ყობახიძის თავი მას აქვს გამზადებული, ხა არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, 4-ის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ბიძინას გადასაწყვეტი არ იქნება ამ ქვეყანაში, მისი თავი იქნება გამზადებული და შესაბამისად ბიძინას თავიც ყობახიძესთან ერთად იქნება გამზადებული, მაგრამ ესე უყურებს, რომ ყობახიძემ ამ პროცესების კონტროლი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განსაკუთრებით ვერ შეძლო, ხო? ამიტომაც თავარი რა არის, კითხობს რო სვამენ გეგმასთან, იმედგაცრუებასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეგობრებო, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა 13 წლის განმავლობაში, როცა ჩვენს თანამებრძოლებს გვიჭერენ და ვერაფერს ვერ შვები. აი დღეს ნინო დათაშვილზე ვკითხულობდი, რომ ძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამაზე მეტი იმედგაცრუება ვერ იქნება 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერი ჩვენს ბრძოლაზეა დამოკიდებული, 70% ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, 4 ოქტომბერს რაც გვაქვს დარჩენილი 30%. ამაში გჭირდება მობილიზაცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელიც წინააღმდეგობას გაწევს, რეჟიმს არ მისცემს დაჩაგვრვის შესაძლებლობას და ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობო. მადლობა ანა.